დაუწყეთ დღეს მთავარი პოლიტიკური საკითხით ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული ქართული ოცნების ხელისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარების და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო უკუსუა ყველა სფეროში გადახვევა ევროპული კურსიდან. Ai ეს და ამდაგვარია ევროკომისიის შეფასება დღევანდელ საქართველოზე. რას ნიშნავს ეს შეფასებები და რა ეტაპზე გადავიდა ევროკავშირის, ევროკომისიის და ზოგადად ევროპული სტრუქტურების ურთიერთობა ქართული ოცნების მთავრობასთან? ძალიან მძიმე ანგარიშია მოგეხსენებათ, თუმცა მოსალოდნელი იყო იმ ქმედებების და რეპრესირებული ამდენი რეპრესირებული ადამიანის ფონზე და ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ქართული ოცნება ხორციელებს ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, მაგრამ ანგარიში იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე შესაძლოა მოელოდა რომელიმე ჩვენგანი, იმიტომ რომ ამ ანგარიში ერთი დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე, როგორც ვიცით, საერთოდ ანგარიში უწევდა თვითონ ევროკავშირის ელჩი. ძალიან მძიმეა, რომ დიახ, საქართველოს 2023 წელსიც კი არ იყო ამ ნიშნულზეო, დიახ, და ცალსახად აღინიშნა, რომ ფორმალურად რჩება სახელწოდება მხოლოდ და სხვა მხრივ საქართველოს ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას. ან უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნების მმართველობის და ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამდენად სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება და დემოკრატიული ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს უნდა ჩატარდეს სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რომ ხალხმა აირჩიოს დემოკრატიული მმართველობა და დემოკრატიული მთავრობა. თვითონ პაվել ჰერჩინსკი, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ, ასე მიმართავს ქართულ ოცნებას დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს. გამანადგურებელი ანგარიში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. აი თქვენ არ გაქვთ მოლოდინი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხო, რომ ერთგვარად გამოსაფხიზლებელი სიგნალი იქნება ქართული ოცნებისთვის ის რაც დღეს მოხდა, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. ამის შანსი არ არის დარჩენილი ქართული ოცნების. არა, ქართული ოცნებას არა, როგორც ამისი ქართული ოცნებას არ აქვს ამის მზაობა. იმიტომ რომ ქართული ოცნებას ამისი მზაობა რო ქონდეს, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ხალხს აპატიმრებენ რუსთაველზე მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სარჩელი შეიტანეს დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. ჩვენ ვხედავთ, რომ იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და ამის შეცვლასაც არაპირებენ და რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნებას არანაირი მზაობა საიმისოდ, რომ საქართველოს ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს არ აქვს და მეტიც, როდესაც დღეს გადასცეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა არც კი იკადრა, შეხვედრა, რომ შეხვედროდა და ვთქვათ, მას გაეკეთებინა რაიმე საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით. მერე ჩვენ ვნახეთ ოფიციალური პირების, თანამდებობის პირების განცხადება კი არა და რაღაცა კომენტარი, რომ პირიქით იქეთ ადანაშაულებს ევროპულ ინსტიტუტებს და ბრიუსელს და არა საკუთარ თავს და ქართული ოცნების მმართველობას. ამდენად არ არის ეს მზაობა, ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ქართული ოცნებას არ აქვს ამისი არც შესაძლებლობაც აღარ აქვს უკვე. იმიტომ რომ ქართული ოცნება მთლიანად მომართულია ძალადობაზე, მომართულია რაღაცა ადამიანებისათვის დემოკრატიული აზრის გამოთქმისათვის დასჯაზე. თან ქართული ოცნება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც აი ამ გაფართოების ანგარიშია აღნიშნული, რომ აბსოლუტურად ბაზისური ნორმებიც კი არ დააკმაყოფილა, ხო? ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით. მათ შორის ის, რომ ადამიანებს იჭერენ ქუჩის გადაკეტვისთვის და ამხელა ჯარიმებით აჯარიმებენ, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივად რო სჯიან, ეს აბსოლუტურად არაპროპორციული დასჯა არის.
აბსოლუტურად საწინააღმდეგოა კონსტიტუციის. აქედან გამომდინარე, რომელი ერთი შეიძლება დასახელდეს, რომელიც ვთქვათ, მიგვანიშნებდა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ინტერესი, თუნდაც ინტერესის დონეზე, რომ ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს. არა, მათ არა აქვთ ამის ინტერესი და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა აი აქ. არა აქვთ ამის ინტერესი, იცით რატომ? განა იმიტომ რომ თვითონ იღებენ ამაზე გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი და ქართული ოცნება ამას აღასრულებს. აი ეს არის მთელი არსი ამ ყველაფრის. რა იქნება ამის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, გაგრძელების თვალსაზრისით თუ ელოდებით, რომ ეს მწვავე განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, ვარც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გარდაიქმნება, ანუ რამდენად შეიძლება არსებობდეს მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის თუ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სხვა პირების იგივე დასანქცირებასთან მიმართებაში. ჩვენ ისევ ანგარიშიდან რო გამოვიდეთ, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთხელ კიდევ გაესვა ხაზი, რომ ურთიერთობა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან არის შეწყვეტილი. აბსოლუტურად ყველა დახმარება, რომელსაც იღებდა საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირისაგან, არის შეწყვეტილი და გაძლიერებულია დახმარება, ვთქვათ, მედია ორგანიზაციებზე, თავისუფალ სიტყვაზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან ბევრი დააკლდა ჩვენ სახელმწიფოს იმ მიზნების მისაღწევად, რაც საჭიროა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, სწორედ ევროკავშირისგან მიღებული ამ თანხების საფუძველზე. ჩვენ დავინახეთ, რომ აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ეტაპისთვის გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს და დასახელდა სხვადასხვა თარიღები, რომელ ქვეყანას, რომელი თარიღისთვის დაუდგება ეს მომენტი, ისინი უკვე იღებენ დახმარებას ევროკავშირისაგან. ანუ ჩვენ ესეც დავკარგეთ. ანუ ჩვენ დავკარგეთ აბსოლუტურად ყველა შანსი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემდა, რომ საქართველოს სახელმწიფო გაძლიერებულიყო როგორც ეკონომიურად, ასევე ინსტიტუციურ დონეზე და ეს დატყობოდა ადამიანების კეთილდღეობას. მაგრამ რეალურად რა მივიღეთ? ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა კი არ მივიღეთ, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა მივიღეთ ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ამის არაერთი მაგალითები დავინახეთ, თავად რაც ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა. კეითილი, ავტომატია სხვა საკითხებზეც გადავიდეთ, სადაც უკვე საინტერესოა თქვენი არ როგორც მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ იურისტის შეფასებაც და ასეთია, მაგალითად პარტიების აკრძალვასთან, მათ შორის თქვენს კოალიციაში შემავალი პარტია ახალი საკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი ქართული ოცნების, რომელიც სხვა შორის დღეს რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა კიდეც საკონსტიტუციო სასამართლომ. აი თუ გაეცანით და ალბათ გაეცანით, ხო, ქართული ოცნების სარჩელს, გითხარით რამდენად მყარი არგუმენტებით არის დასაბუთებული აი თქვენი შეფასებით კონკრეტული პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მოთხოვნა. ქართული ოცნების სარჩელი რაც ვნახეთ, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი დეტალურად საკითხვა და რა თქმა უნდა დეტალურად დავიკითხავ. არა, მოცულობითო, საერთოდ ზოგადად სარჩელის დასაბუთებულობა და მოთხოვნის დასაბუთებულობა მოცულობითობით არ იზომება, ფაქტებით იზომება და ამ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოებების აღწერით იზომება. და აი ეს სარჩელი არის აბსოლუტურად სრულიად შეუსაბამო, ამდენი 88 დეპუტატია წერს მე მგონი ხელს, სრულიად შეუსაბამო, რომ აი ამდენმა დეპუტატმა წარმოადგინოს აი ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი და რაღაცა მიუთითოს რაღაც კომისიაზე რო გამოიკვლიეს იმ ფაქტებზე და იმ კომისიაზეც როგორ გამოიკვლიეს, ყველამ ვიცით და თან რა გამოიკვლიეს ესეც ვიცით. ის კომისიაც რო თავად არალეგიტიმური იყო და არალეგიტიმური ასე ვთქვათ პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, ესეც ვიცით. ამდენად სარჩელში არის ისეთი საკითხები მოყვანილი, რომელიც აი ძალიან იცით რა არის, რამდენადაც ჩვენ მოპასუხე ვიქნებით ამ სარჩელზე, მე არ მინდა რომ ეხლა წინასწარ გავთქვა ისეთი საკითხები, რომელიც ქართულ ოცნებას შესაძლებლობას მისცემს უფრო ისე მოემზადოს ამ კუთხით, ამის სტრატეგიულად ამის შესაძლებლობას ქართულ ოცნებას არ მივცემ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მათი სარჩელი, მე საკონსტიტუციო სასამართლოს მინდა ახლა მივმართო, რადგანაც ამის შესაძლებლობა აქ მომეცა. მათი სარჩელი, თუ კი თქვენ გადახედავთ ამ მაყურებელსაც მინდა ვუთხრათ, თუ კი თქვენ კონსტიტუციური სარჩელებს, რომელიც შემოტანილია და მე ჩამოტვირთავთ ამ სარჩელებს, რომ
ფაილის სახით გამოიტანო და ნახავთ, სარჩელები უნდა იყოს აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, ასე ვთქვათ, შემუშავებული ფორმის შესაბამისად შემოტანილი. ქართულ ოცნებას განცხადებასავით წარმოუდგენია ეს სარჩელი. აწერია საკონსტიტუციო სასამართლოს, აი ესეთი ფორმით აქვს სარჩელი წარმოდგენილი. ის კი არა რომ მოსარჩელე მოპასუხე, როგორც უნდა იყოს სარჩელი. მერე როგორც ჩანს, ამდენი ხანი იმიტომ ვერ აიტვირთა ეს სარჩელი, რომ რაღაცა ფორმაში ჩასვეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მერე ვებგვერდზე გამოაჩინა, მაგრამ ვებგვერდზე როდესაც შეხვალთ და ამ სარჩელს დააკლიკებთ, იქ გეუბნება ვებგვერდი, რომ თქვენ არ უყურებთ სრულყოფილ სარჩელს და აუცილებლად უნდა ჩამოტვირთოთ ფაილი. სხვა სარჩელებზე თუ ნიმუშის სახით ნახავთ და ჩამოტვირთავთ სხვა სარჩელებს, თქვენ ნახავთ, რომ ჩამოიტვირთება შესაბამისი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ნიმუშის და ფორმის შესაბამისად შევსებული სარჩელები. და აქ რას ხედავთ ჩვენ, ჩამოიტვირთება განცხადება. ქართულ ოცნებას აქვს განცხადების სახით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი და არა დადგენილი ფორმის სახით. ამქაც ჩანს მათი კვალიფიკაცია და სირცხვილია უბრალოდ. უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რადგან ახსენეთ, ახლა არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით გვესმის შეფასება, რომ ის ახლა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პარტიულ გავლენას ემორჩილება. აი, თქვენი აზრით ვის სამსახურშია დღეს საკონსტიტუციო სასამართლო? არ ვიცი, ქვეყნის და კონსტიტუციის თუ სწორედ ხელისუფლების და მმართველი პარტიის. პარტიების აკრძალვა, ახლა არ ვიცი, კიდევ სხვა ფაზაში გადასვლას ნიშნავს, ხო? შესაბამისად, რამდენად მოსალოდნელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დღევანდელმა შემადგენლობამ ოცნების მოთხოვნა და ნება არ გაითვალისწინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თქვა ბოლო პრაქტიკას თუ გადავხედავთ ჩვენ და აი რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები რო იყო ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო ხო პრეზიდენტის იმპიჩმენტიდან დაწყებული ვთქვათ თუნდაც აი ეს საქმე რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო კანონმდებლობას აი ახლა შეტანილი აქვს ვთქვათ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გამოიჩინა მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი. ჩვენ დავინახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მისაღები ქართული ოცნების პოლიტიკური მიზნებისათვის. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში არიან მოსამართლეები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ მოსაზრებას გამოთქვავენ და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იარსებებენ და არსებობენ და გამოთქვავენ მოსაზრებას, რამე თუ ფაქტია, რომ როდესაც შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი სხვათა შორის ქართულ ოცნებას თავის არჩევნში მითითებული აქვს, რომ აი სტრასბურგის სტანდარტის შესაბამისად და უნდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ რასაც ისინი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ადგენენ და ითხოვენ მათ აკრძალვას აბსოლუტურად ყველა საკითხი ერთ-ერთში მიემართება ქართულ ოცნებას. ანუ გამოდის, რომ ქართული ოცნება თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის ამ მის მიერ შემოტანილი სარჩელით, იმიტომ რომ სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც აფერხებს დემოკრატიას ამ ქვეყანაში, სწორედ ქართული ოცნებაა, რომელსაც უნდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ასე ვთქვათ, დაკარგვის აღიარება მოახდინა სწორედ იმ კომისიის შექმნით და დასკვნით და მოახდინა ფაქტობრივად და სურვილი აქვს, რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია და რო დაუბრუნდე აი იმ კონკრეტულ თემას, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განიხილავდეს აი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს სამართლიანი სასამართლო, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული, სასამართლო, რომელიც მიმართაც იარსებებს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ის იქნება პოლიტიკისაგან სრულიად თავისუფალი, მაგრამ ჩვენ ამის მოლოდინი ბუნებრივი არ გვაქვს და ჩვენ ვიცით რატომ წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი სარჩელი ქართულმა ოცნებამ. იმიტომ წარადგინა, აი ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი. იმიტომ წარადგინა, რომ მას იმედი აქვს თავად საკონსტიტუციო სასამართლოსი და აი ამიტომ ბედავს
ქართული ოცნება ამდენს წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას ვერ გაბედავდა, ვერ იმოძრავებდა ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ. შევხედოთ ოცნების არგუმენტებს უშუალოდ თქვენს კოალიციასთან მიმართებაში. კოალიცია ცვლილებისთვის დადანაშაულებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შესვლის მცდელობაში, რაც მათივე შეფასებით მათ შორის გამოიხატა იმით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამ დრომდე ეწევა საკანონმდებლო ორგანოს საბოტაჟს. ეხლა რა პასუხი გაქვთ ქართულ ოცნებაზე და მეორე მხრივ ხა თქვენი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ მინდა რომ წინასწარ განვიხილო მათი სარჩელი აქ. თორემ პასუხი მაქვს და იცის ქართულმა ოცნებამ რომ ამაზე პასუხი მექნება. რომ დღემდე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენთ და დღემდე ერთიანი გეგმით მოქმედებთ. აი რა კავშირი გაქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან, ეს მაინც რომ გვითხრათ და რამდენად თან ხდება, ასე ვთქვათ, ამ ორი პოლიტიკური ძალის ნაბიჯები ერთმანეთთან. ერთს ვეტყვი მაშინ ქართულ ოცნებას და ყველა დაინტერესებულ მკითხველს და ასე ვთქვათ მაყურებელსაც, რომ ქართული ოცნების სარჩელზე რო ვსაუბრობ და რო ვამბობ, რომ არის დაუსაბუთებელი, იმიტოა სწორედ დაუსაბუთებელი, რომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიყვანოს ამა თუ იმ საკითხის დასასაბუთებლად. მას მხოლოდ იმის თანდართულ დოკუმენტად მოყვანილია მხოლოდ დასკვნა. წარმოგიდგენიათ, მხოლოდ ეს დასკვნა, რომელიც თავად დასკვნა რო ნახოთ ხო ძალიან ასე ვთქვათ სრულიად აბსურდული დოკუმენტია, თავად დასკვნა. და აი ეს დასკვნა არის წარმოდგენილი მთავარ მტკიცებულებად ამ კონკრეტულ სარჩელზე. ანუ ქართული ოცნებას კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართულ ოცნებას უნდა რომ თვითონ რასაც იტყვის ის იყოს წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომაც სწორედ ისე შეხედოს როგორც თვითონ იტყვის, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია საკითხი განიხილოს სწორედ სტრასბურგის სასამართლოს და განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სასამართლოების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე და საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მიმართაც ნდობა საერთოდ არ არსებობს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არ აჩენს ამის მოლოდინს, მაგრამ ბუნებრივია ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ქართული ოცნების სარჩელი, რა თქმა უნდა, სამართლიანად და სამართლებრივად დაიცავს თავს და იბრძოლებს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, თავისი გაერთიანების თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და ბუნებრივია ჩვენ მივიჩნევთ, რომ აი ეს კონსტიტუციური სარჩელი არის სწორედ მიმართული ქვეყნის წესწყობილების დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მისი მიზანია გაანადგუროს ქვეყანაში დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკური პარტიების მეშვეობით მონაწილეობს ხალხი, ირჩევს, აყალიბებს თავის შეხედულებებს და მეორეც ერთი პოლიტიკურ პარტიას აქვს ასე ვთქვათ შესაძლებლობაც და პოლიტიკური პარტიის ნებარი ის ცნობს თუ არ ცნობს რომელიმე აი მაგალითად ქართული ოცნების ძალას ლეგიტიმურად. მაშინ არის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ემზადება ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის მომავალი წლის გაზაფხულზე, იმისთვის, რომ აი გაიმყაროს, ასე ვთქვათ, ის ლეგიტიმაცია, რომლის პრობლემაც ჯერ კიდევ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. მაგრამ ქართული შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იყოს ამ გეგმის ნაწილი. არა, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი, არც ერთი პოლიტიკური პარტია, რეალური დემოკრატიული პოლიტიკური პარტია არ იყოს ასპარეზზე და დარჩეს მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ ოცნებასთან, ან თვითონ შექმნის, ან ეხლა იქნება, რომ შექმნას რაღაცა ფასადური მრავალპარტიულობის განწყობა, მაგრამ ბუნებრივია ეს ვერ იქნება დემოკრატია თავისი ჭეშმარიტი გაგებით, ვერ იქნება ეს პლურალიზმის აღიარება, იმიტომ რომ პლურალიზმი პირველ რიგში გულისხმობს დემოკრატიული პარტიების მონაწილეობას სამართლიან თავისუფალ არჩევნებში და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება თუნდაც რიგარეშეთ რო ჩაატაროს არჩევნები სამართლიანი თუ კი პოლიტიკოსები იქნა ციხეში
თუ კი პოლიტიკური პარტიები აკრძალა, თუ კი აი ის ჩვენი სინდისის პატიმრები იქნებიან ციხეში და თუ კი საარჩევნო ადმინისტრაცია და თავად საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვალა. ანუ სრულიად უნდა მოხდეს გაჯანსაღება პროცესის, მთლიანად უნდა მოხდეს გაჯანსაღება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნები თუ კი მართლა ჩანიშნავს ქართული ოცნება რიგ გარეშე არჩევნებს, ეს უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და თუ კი მასში არ მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიული პარტიები და მხოლოდ ის პარტიები მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თვითონ შექმნის მათი სატელიტები, მათი განაყოფები იქნება, მე რაღაცა სახელწოდებას დაარქმევს და ამ დროს კი ვხედავთ ერთობლივად რომ შემოაქვთ სარჩელებით. ანუ თითქოს ხო დამოუკიდებლები არიან და ოპოზიციური ძალა არის თითქოს ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, მაგრამ რეალურად ერთნი არიან და ამას ვერ მალავენ. ანუ ეს არის სწორედ ასე ვთქვათ ფასადური დემოკრატიის შექმნა რა უნდათ, რომ თითქოს ისინი დემოკრატობანას თამაშობენ. რეალურად ისინი აქ ავტოკრატიულ რეჟიმს ამყარებენ, ეს არის სწორედ დიქტატურა, როდესაც უნდათ რომ ალაგმონ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ველიდან. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უკვე რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ პროტესტზე, რომელსაც ქართული ოცნება შეიძლება ვთქვას, რომ ასე ვთქვათ, გამკაცრებული ღონისძიებებით უპირისპირდება, პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, იზოლატორები კი ესეც შეიძლება ითქვას, რომ ივსება სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებით. აი სოციალურ სივრცილში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება პროტესტი გადაეწყოს ახალ გარემოებებზე და აი წინააღმდეგობის რა ახალი ფორმები შეიძლება მოიძებნოს ქართული ოცნების აი ამ ზომების საპირისპიროდ. თქვენი პარტიის ხედვა როგორია ამ ყველაფერზე? წინააღმდეგობის ახალ გზებსა და ფორმებზე თუ გაქვთ, არ ვიცი, თქვენეული ხედვა და გეგმა. ჩვენ დღეს აღვნიშნეთ, რომ აუცილებელი ამ ანგარიშთან დაკავშირებით წამოსულმა პრობლემებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ქართული ოცნება და ქართული ოცნების მიზანი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება არც ახლა, არც მომავალში და ქართული ოცნების მმართველობის და ივანიშვილის მმართველობის პირობებში ვერანაირად ვერ მოხდება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი ევროპულ ორბიტაზე დაბრუნება. ამიტომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება და ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ კოალიციური დემოკრატიული ძალები და არა რაღაცა ქართული ოცნების მიერ ხელდასმული პოლიტიკურ ძალებზე არ არის საუბარი. აქედან გამომდინარე აუცილებელია აი ეს კონკრეტულ ძალთა ერთობა, რომელშიც იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ჩართული, არამედ ყველა მონაწილე ამ პროტესტის, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქალაქეები, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალით, ერთობით უნდა შევძლოთ, მეც, თქვენც, მედიამ, ყველამ არ არსებობს, არ შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა სირაქლემას პოზიციაში ჩავიყენოთ თავი და თითქოს ეს ჩვენს მიღმა მიდის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ერთობით, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ევროპულ ორბიტაზე, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ევროპის მიღმა. თუ ჩვენ ევროპის მიღმა დავრჩებით, ესე იგი ჩვენ ვართ მხოლოდ რუსეთის უკანა ეზო. ჩვენ სხვა განვითარების შანსი არ გაგვაჩნია თუ არა ევროპა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისათვის და ეს უნდა გავაკეთოთ ერთობით. მადლობა, კაპიტან მაია.